პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც მათ შორის ჩემ თავსაც რთული აქვს და ჩემს თავსაც პასუხისმგებლობას ვაკისრებ და ეხლა პარტიიდან თუ წამოვედი, ეს იმას ანიშნავს, რომ ჩემი გასაკეთებელი არ იყო და არ არის ეს, რომ რწმენა უნდა შეგვექმნა ამ ადამიანების, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესში, რომ ჩვენ მზად ვართ იმ შედეგისთვის, რომელსაც თქვენი პროტესტი მიაღწევს. დღეს ამ ხალხს ეს რწმენა არ აქვს. მართლა ეხლა შეგვიძლია ჟურნალისტი გაუშვათ იქ და ვკითხოთ, ბიძინა ივანიშვილმა სამ თვეში არჩევნები დანიშნოს, ერთ-ერთი მოთხოვნა ხო არის არჩევნები მოიგებს, მაგ არჩევნებს ოპოზიცია უეჭველა თუ ვერ მოიგებს და იქ არავინ ალბათ არ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ უახლოეს მომავალში თუ არჩევნები დაინიშნოს, ჩვენ მაგ არჩევნებს შეძლებთ და მოვიგებთ, იმიტომ რომ არა ვართ კარგ ფორმაში. საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა ჩავდგეთ ოპტიმალურ ფორმაში და შანსს უნდა დაველოდოთ. რაღაცას თუ ვერ ქვით, ნებისმიერ შემთხვევაში. ანუ ეხლა ფორმაში ჩადგომის პროცესია, მოთხოვნების შესრულების პროცესია თუ რა პროცესს ვადევნებთ? შეგიძლიათ არ ვიცი. მოთხოვნას ვინ ითხოვს? ხალხი ითხოვს და ფორმაში უნდა ჩადგეს ოპოზიცია. ხალხს არ ჭირდება რომ ფორმაში ჩადგეს. ისედაც იბრძვიან. როდის დაკარგეს ფორმა? ხო, ვცდილობთ.